გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში არის აზავიზია. ძალიან დიდი ხნის შესვენების შემდეგ არა გვაქვს მაინდა-მაინც კარგი ამბები თქვენთვის სათქმელი. ახლა ვიმყოფები მოდულის შენობასთან, მე ყოფილი პოლიტპატიმარი და უფლებადამცველი საზა დავითაია. მოდულის შენობაში ჩვენი მეგობარი ყველასთვის სათაყვანო მამულიშვილი საზოგადო მოღვაწე გულბაათ ცხილაძე იმყოფება, რომელსაც სადაც ბრალს აუყენებენ. მას ბრალს უყენებენ ჯაშუშობის მუხლით. ეს არის ძალიან ღიმილის მომგვრელი, იმადროულად აღმაშფოთებელი და ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მე ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და აქ როდესაც მოვედი მოდულის შენობასთან რაღაც დეჟავიუს შეგრძნება დამეუფლა გამახსენდა 2006 წლის 6 სექტემბერი, როდესაც მე ვიმყოფებოდი აქ მოდულის შენობაში. ჩემთვის ბრალის საყენება მზადდებოდა და როგორც უკვე შემდეგ ნახე კადრებში ამღობესთან სულ რაღაც 3-4 ჩემი ხარდამჭერი ირეოდა. იმიტომ რომ მაშინ დაიბადა ძალიან დიდი შიში, რაც დათესა რეჟიმმა. შიში საკუთარი სიმართლისა ვერ გატანისა, შიში უსამართლობის აღზევებისა და ახლა ჩემი ეს დეჟავიუ სწორედ ადეკვატურია, იმიტომ რომ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხელისუფლება ანალოგიური შიშის დათესვას ცდილობს, რადგან წარმოუდგენელია უბრალოდ გულბაათ ცხილაძეს ჩაედიმოს ის დანაშაული, რომელსაც მას აბრალებენ. მე თავს მივცემ უფლებას ჩემი ვარაუდებით მოგახსენოთ, აი რა შეიძლება მდგომარეობდეს, მოგეხსენებათ. მე არა ვარ ამ ხელისუფლების მტერი. პირიქით შეიძლება ოპონირებას უწევ, მაგრამ ეს ოპონირება არის განპირობებული მოყრულად მოყრისთვის პირში თქმის პრინციპით, სახელმწიფოებრივად წინსვლის სურვილით. და მე მინდა ვთქვა, რომ ესე იგი ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ასეთი შერჩევითი სამართალი არასოდეს არ მიიყვანს ქვეყანას და სახელმწიფოს გამარჯვებამდე. ალბათ ეს ჩვენი ხელისუფლება ვიღაცას რაღაც მესიჯს უგზავნის. ალბათ ეპშტეინურ დასავლეთს ატყობინებს, რომ ჩვენ თქვენი მომხრეები ვართ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, აი აგერ დავიწყეთ პრორუსული ელექტორატის რეპრესიები და ახლა ნახეთ ჩვენ იმათ ვაჩვენებთ ცეილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცალკე ალბათ რუსეთსაც უგზავნის გარკვეულ მესიჯს, იმ მესიჯს, რომ თქვენ გვერდზე არ მდგევართ ჩვენ, ალბათ თავის თავს უმტკიცებს ამას და იმ აკაცუკებსაც უმტკიცებს, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად დაწრწიან ქუჩაში და ვერ გამოვიდა ალბათ ეს ჩვენი ხელისუფლება აი ამ დასავლური ბორკილებიდან კი ამბობს, საქართველოს დამოუკიდებლობა კი ზეიმობს, მაგრამ რეალურად ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ისევ და ისევ დასავლურ დღის წესრიგს ემორჩილება. და რაღაცნაირად ისეთ ნაბიჯს მაგონებს ახლა ჩვენი ხელისუფლების ისეთ ნაბიჯს გულბაათ ცხილაძისთვის ბრალის საყენება. როგორც რამდენიმე წლის წინ აკაცუკებმა გააკეთეს, როდესაც სამაჩაბლოში ადმინისტრაციულ საზღვართან შარულები ჩაიხადეს და მტერს უკანალი აჩვენეს. ნუ რა ვიცი, ხა ეს უკანალი ჩვენება რა უბედურებაა. წინალი მაინც ეჩვენებინათ, მაგრამ ალბათ ნუ მაინც უკანალის ჩვენება ერჩიათ და რატომ აჩვენებს ხელისუფლება ამ ჟესტს კრემლს, მოსკოვს, რომელიც ისედაც გამწარებული არის და თელ დასავლეთთან არის დაპირისპირებული, რომელიც მზად არის თავისი ინტერესები დაიცვას და მოგეხსენებათ აგერ კიევში რა მოხდა რამდენიმე დღის წინ, რომელსაც წინ უძღოდა ასევე უკროფაშისტების მიერ ბავშვების მკვლელობა პირდაპირ მნიშვნელობით და აი რატომ ცდილობს, რომ მას მისცეს ასეთი უარყოფითი ემოცია, ასეთი უარყოფითი მესიჯი და შეუქმნას საფუძველი
რომ საქართველოს მისდამი არის მტრულად განწყობილი, რომ იქნება და მოსკოვმა ანალოგიური ნაბიჯი გადმოდგა საქართველოსთან მიმართებაში და 1-2 არიშნიკი აქეთკენ თბილისისკენაც გამოისროლოს. კარგით, ეს იქით იყოს, ეს წიაღსვლა არის. მე იმას ვიტყოდი, რომ გულბა აცხილაძიდან წარმოუდგენელია უბრალოდ ის ბრალდება, რომელსაც მას უყენებენ. გულბა აცხილაძე არის რამდენადაც მე ვიცნობ თავისი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილი, ის ეწეოდა ყოველთვის ღია საქმიანობას. აი ეგეთ ჩვენ ხედავთ ჟურნალისტებს, რომლებიც შეკრებილები არიან, ელოდებიან ესე იგი ამ სიტუაციის დასასრულს, როდესაც უნდა გამოვიდეს გულბა აცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი და მოახსენოს თუ რა ხდებოდა მოდულში. იმის მიუხედავად, რომ მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. ეს გაუთქმელობა კიდე იმის ნიშანი არის, რომ გულბა აცხილაძის საქმე იხურება, ასე რომ ვთქვათ, გრიფით საიდუმლო ედება და საზოგადოება საერთოდ ვერ შეიტყობს იმ ბრალდების ობიექტურობას და მოკლებული იქნება განჯის უნარს, თუ რამდენად ობიექტურად დასდო ხელისუფლება მას ბრალი ჯაშუშობაში, აი ამ საკმაოდ მძიმე დანაშაულში. და რა თქმა უნდა, ახლა იქ სადაც შეუძლებელი არის კონტროლი საზოგადოების მხრიდან, არის გამომების და ფალსიფიკაციის ძალიან ბევრი ალბათობა. ხო და მოკლედ გავაგზელებ იმას, რომ გულბა აცხილაძე სავსებით ლეგიტიმურ საქმიანობას ეწეოდა. მას არაფერი არ ჰქონდა დამალული, წერდა წიგნებს, ხვდებოდა რა თქმა უნდა რუს კოლეგებს, სადაც საუბარი და მიმართულება ამ შეხვედრების იყო ერთადერთი საქართველოსა და რუსეთს შორის აი ამ 10 წლების განმავლობაში დაძაბული სიტუაციის გადატვირთვა და განტვირთვა და რაღაც გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები კიდეც იყო გულბა აცხილაძის ამ მოღვაწეობაში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიმართული იყო იქითკენ, რომ როდესაც გადატვირთვა მოხდება, შემდეგ უკვე ადვილი იქნება საუბარი იმაზე, რომ ჩვენი თავარი ოცნება ავისრულოთ და ეს დაკარგული ტერიტორიები აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ვიცი, ზოგი ალბათ შეეგუარო სამუდამოდ დაკარგა და მზად არის ეფშტეინურ ევროპას აფხაზეთს და სამაჩაბლოს გარეშე შეუერთდეს, მაგრამ გულბა აცხილაძე და მისი თანამოაზრეები კატეგორიულად გამორიცხავენ იმას, რომ საქართველოს სადმე შეიძლება რომელიმე კავშირში გაწევრიანდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე. და სწორედ ამისთვის არის საჭირო რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა, სწორედ ამისთვის იყო საჭირო გულბა აცხილაძის მოღვაწეობა, რომელიც ვიმეორებ იყო სრულიად გამჭვირვალე. ყველა მიცოდა ის ვის ხვდებოდა, რას აკეთებდა, რისთვისაც იღწოდა და ასე მოულოდნელად, რომ ჩვენმა უშიშროებამ გაფრთხილების სახითაც კი არ დაიბარა გულბა აცხილაძე გამოკითხვაზე. რომ მას შენიშვნაც კი არ მისცა, რომ აი ეს აწარმოებს რაღაც შეუსაბამო, კანონთან შეუსაბამო საქმიანობას, თუ რა თქმა უნდა ის აწარმოებდა და გაფრთხილებული იყო და ჩამოხსნოდა მას. აი ესე პირდაპირ დაადგნენ ასე სახლში მოხუცი მშობლების თანდასწრებით, მისი მამა მოგეხსენებათ არის ძალიან მძიმე ავადმყოფი და 86-87 წლის ადამიანია და მე მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ დღეებს ითვლის და მოხუცი მშობლების თანდასწრებით მას დაადეს ხელბურკილები, ეს ყველაფერი გაატელევიზორეს და ეს ყველაფერი მე მახსენებს და მაქვს დეჟავიუს შეგრძნება, როდესაც ისევ და ისევ სწორედ აი ამ ღობესთან იყვნენ ჩემი კანტიკუნტად შეკრებილი გულშემატკივრები, ხოლო ღობის მიღმა აი ამ შენობის ღრმა სარდაფში საკანში ვიმყოფებოდი მე და ჩემი მეგობარი რამა სამნიძე, რომელსაც ბრალს უყენებდნენ შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულებაში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იყო მოგეხსენებათ ეს ყველაფერი მაშინ იმისთვის, რომ დათიშილიყო შიში. შიში სჭირდებოდა იმისთვის ხელისუფლებას, რომ სადავები კარგად ჭეროდა ხელში. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობისთვის ჩაეგონებინა ცრუ აზრი, თითქოს იგი ებრძვის აგენტურას, მას არ აძლევენ მართვის საშუალებას და
აი როგორ ჭკვიანურად და კარგად ანეიტრალებს მტრის აგენტურას. მტრები ჩვენ ვიყავით, რა თქმა უნდა, რომლებიც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ასეთი გამომწვევი პროვოკაციული ქმედებები რუსეთის მიმართ არ მოიტანდა კარგ შედეგს და ღმერთმა ყველა კარგი წინასწარმეტყველება აგიხდინოთ, ისე როგორც ეს ჩვენი საოცარი საზარელი გაფრთხილება ახდა. ჩვენ მიგვიყვანა ამ პოლიტიკამ, ამ გამოწვევის, ამ რუსეთის მიმართ გაღიზიანების პოლიტიკამ იქამდე, რომ დაიწყო ომი და ჩვენ დაუკარგეთ ჩვენი ტერიტორიები და ახლა მე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება იმავე გზას დაადგა, რა გზაც უკვე გაიარა სააკაშვილის რეჟიმმა. რადგან დაერია უდანაშაულო ადამიანებს და ეს არის შიშის დათესვის მიზნით განპირობებული. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, არავის დაჭერა მე არ მიხარია, მაგრამ თბილისის ცენტრში დადრწიან ეგრეთ წოდებული აკაცუკები, რა ვიცი, ქვარო ააგდო, მე მგონი მოხდება რომელიღაცა ქვეყნის აგენტს და რა ვიცი, ყველა ქვეყანას საქართველოში არა მხოლოდ მეზობლებს, არამედ შორეულ მეზობლებსაც აქვს თავიანთი ინტერესები და თავიანთი აგენტურა ყავთ აქ და ხელფასიანი შტატიანი აგენტურა ყავთ რეალურად. ეს ხალხი, მოკლედ, ქეშად იღებს საელჩოებიდან ფულს. ამ ფულით ყიდულობენ მოლოტოვის კოქტეილებს, მაშხალებს, აგროვებენ ქვებს და წელიწადში ორჯერ, სამჯერ შეიარაღებულ გადატრიალების მცდელობას უწყობენ ხელისუფლებას. ხო და იმის თქვა მინდა, რომ მოკლედ, როცა ეს ხალხი რეალურად ყავს დაუსჯელი, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენს ხელისუფლებასაც და ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც. ამის ფონზე ჩვენი ხელისუფლება ამ საფრთხის განეიტრალებას კი არ ცდილობს. კუდიანებზე ნადირობას აცხადებს და გულბაათ ცხილაძეს და პატრიოტ ადამიანებს აგზავნის გისოსებს მიღმა. მე მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას გაითვალისწინოს მისი წინა რეჟიმის შეცდომები და დანაშაულები და არ შევიდეს იმ დინარეში მეორეჯერ, რაშიც საქართველოს იმ რეჟიმმა შეიყვანა, იმიტომ რომ ამ დინარის ჯერერთი ამ დინარის გადალახვა შეუძლებელია, ეს დინარე მას წალეკავს. მეორეც ერთი მინდა ვთქვა, რომ აი მე მაგალითად ხო ვარ ოპონირების რეჟიმში, მაგრამ ვარ ამ ხელისუფლების ხარდამჭერი. მე ტრაშს უკრავ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული და გულით გამიხარდა, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ თუნდაც განცხადების დონეზე თქვა, რომ ის დასავლეთს აღარ დაემორჩილება და გარკვეული მიმართულებები დეკლარაცია გააკეთა, რომელიც ეროვნულ ცნობიერებას შეესაბამება. მაგრამ იმავდროულად მე მოყრის პოზიციიდან შევაგონებ ამ ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ამ გზით სიარული. არ შეიძლება შიშის დათესვით სიარული და არ შეიძლება რომ ყველა კანონი მოირგო საკუთარ თავზე. არ შეიძლება ადამიანის ბედით ითამაშო, რომ ციხეში გააგზავნო ადამიანი, იმიტომ რომ ვიღაცას დაუმტკიცო რაღაცა. რომ დასავლეს დაუმტკიცო, რომ შენი მომხრე ვარ კვლავ. და რუსეთს მისცე მესიჯი, რომ აი შენ თხილად იყავი, თორე აგერ აი შენ მომხრეებს ვიჭერ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გულბაათ ცხილაძე არის უდანაშაულო, მე ეს მტკიცედ ჯერა და მწამს, ეს არის ჩემი პოზიცია. ხოლო ის 12 ტომი, რომელიც გულბაათ ცხილაძის მიმართ არის შედგენილი, მე არ ვიცი შიგნით რა წერია და ალბათ ჯობია რომ ხელისუფლებამ ამ საქმეს გრიფით საიდუმლო კი არ დაადოს. გახსნას ეს 12 ტომი, გვაჩვენოს რა მტკიცებულებები არის გულბაათ ცხილაძის ეგრეთ წოდებული დანაშაულის მიმართ და დაე საზოგადოებამ, ესე იგი, ღია სასამართლო პროცესზე თავად დაინახოს და შეაფასოს, რამდენად ობიექტური არის ის ბრალდებები, რასაც უყენებენ გულბაათ ცხილაძეს. ძალიან მეშინია და არ მინდა, ესე იგი, აქამდე
თვალსაჩინო პოლიტიკური პატიმარი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არ ყავდა. და ძალიან მეშინია იმისა, რომ გულბაჰარ ცხილაძის სახით საქართველოში გაჩნდება ნამდვილი პირველი არა პოლიტიკური პატიმარი, არამედ ნამდვილი სინთეზის პატიმარი. და მე შეგახსენებთ რა არის ამ ორ ცნებას შორის განსხვავება. ანუ პოლიტპატიმარი არის ის პიროვნება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ დეფინიციას აკეთებს. პოლიტპატიმარი არის პირი, რომელიც შესაძლოა თუნდაც გარკვეულ დანაშაულს ჩადიოდეს, ოღონდ პოლიტიკური მოტივაციით, მაგრამ სინთეზის პატიმარი ეს არის ადამიანი, რომელსაც რეალურად არ ჩაუტენია დანაშაული და გისოსებს მიღმა იმყოფება მხოლოდ მისი პოლიტიკური მრწამსის გამო, მისი პოზიციების გამო. სწორედ ასეთი ადამიანი არის გულბაჰარ ცხილაძე. მას არ ჩაუდენია დანაშაული. მე მინდა რომ ქართულმა ხალხმა გაიაზროს რა განსასწრების წინაშე ვდგავართ. რომ არ დაუშვას ის რომ უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდეს ციხეში. რომ სხვისი ჭირი მიიტანოს გულთან, გონებასთან და მე არ ვამბობ რომ ქვებისროლა დაუწყოს ხელისუფლებას, მაგრამ თავისთავად თითოეულმა მათგანმა მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს ასეთი ნაბიჯისგან. ჩვენ გულბაჰარ ცხილაძე კი არა. საქართველოს ხელისუფლება ყავს გადასარჩენი. იმ დიდი განსასწრებისგან, რასაც ქვია დიქტატურაში შებიჯება. და მე მინდა რომ ჩვენ ყველამ საქართველოს მოქალაქეებმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებმა ეს ფუნქცია და ეს მისია შევასრულოთ და საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს გადავარჩინოთ მორიგი დიქტატურისგან. მე კიდევ ჩაგერთვებით, საზავიზია იყო ეთერში. თქვენ გესაუბრებოდათ უფლება დამცველე და ყოფილი პოლიტიკური და სინთეზის პატიმარი ზაზა დავითაია, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დილეგებში გაატარა 4.5 წელი სრულიად უდანაშაულოდ და რომელიც რეაბილიტირებული არის სასამართლოს მიერ დღეს. დიდი მადლობა. მე კვლავ დაგიბრუნდებით, როდესაც გულბაჰარ ცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი გამოვა მოდულიდან და გვეტყვის თუ როგორ განვითარდა მოვლენები მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით. დიდი მადლობა.